ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. კონფლიქტი ჩვენს კარზეა, გვიკაკუნებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მასშტაბის ომისათვის, როგორიც ჩვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა გამოსცადეს. გენერალურმა მდივანმა სხვა მნიშვნელოვანი განცხადებების გააკეთა კერძოდ. პუტინი აშენებს იმპერიას, ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნეო, თქვა მან. მეშინია რომ ძალიან ბევრია თვითკმაყოფილი ჩვენს სივრცეში, ძალიან ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელ აუცილებლობას და ძალიან ბევრს სჯერა, რომ დრო ჩვენს მხარესაა. ეს ასე არ არის. პუტინი კვლავ იმპერიის მშენებლობის საქმეშია, ის ყველაფერს, რაც გააჩნია, მოცემულ ეტაპზე ისვრის უკრაინისაკენ. ურიცხვება იარაღი. როგორ ახერხებს პუტინი ომის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ? პასუხია ჩინეთი. სუსტი განსაზღვრავაა, ზუსტი სახელდება, კონკრეტულად დადანაშაულებულია ჩინეთი. ჩინეთი რუსეთისათვის სამაშველო რგოლი ხდება. პეკინი ცდილობს გადაარჩინოს თავისი ახლო პარტნიორი უკრაინაში დამარცხებისაგან, ამბობს მარკ რუტე და აგრძელებს, რომ ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ამ ომში გაბარჯვებას. სწორი განცხადებაა, რასაკვირველია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მარკ რუტე როგორც ძალიან მაღალი კლასის დიპლომატი, მართებულადაც იქცევა, რასაკვირველია, როცა არ ასახელებს შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატების ამჟამინდელი მოცემულ ეტაპზე დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით ვიტყვი ყველა სიტყვას, დღეის მდგომარეობით პოზიცია სულაც არ არის რუსეთისათვის არათუ დამანგრეველი, არამედ საზიანოც კი რუსეთისთვის სასარგებლო პოზიცია აქვს მოცემულ ეტაპზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სენატორები და ცალკეული მნიშვნელოვანი პირები გმობენ ტრამპის ამ ვითომ და სამშვიდობო, რეალურად კი უკრაინის კაპიტულაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და პოზიციას, ამის მიუხედავად ტრამპი აგრძელებს იმ პოზიციას, იმ რიტორიკას და იმ პოლიტიკას, რომელიც მან არც თუ დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა. და უარესიც კი, უფრო უარესიც კი უნდა ვთქვა, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით მსოფლიო ძალების ჯგუფის J7-ის ალტერნატივის შექმნასაც კი განიხილავს, გეგმავს, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკო წერს ამას და ამას ერქმევა Core 5 და მასში მონაწილეობას მიიღებენ ესე იგი ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, ინდოეთი და შეერთებული შტატები. და პოლიტიკო ამას წერს თეთრ სახლში მომუშავე ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდობით, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინული მედია პრინციპში აქვეყნებს დონალდ ტრამპის განახლებულ, ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმას, რომელშიც კვლავ საუბარია უკრაინის დათმობებზე, უკრაინის მხრიდან დათმობებზე, კერძოდ დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური კიევის მიერ უნდა იყოს აღიარებული რუსეთის კონტროლი ყირიმზე, დონეცკზე და ლუხანსკის ოლქებზე. შეიქმნას ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი დემილიტარიზებული ზონა დონეცკის ოლქის 30%-ზე. უკრაინული და რუსული ჯარები უნდა იდგნენ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ პუტინი არც ამ შეთავაზებას აწერს ხელს. უნდა გაიყინოს საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში და უკრაინა და რუსეთი ვალდებული უნდა იყვნენ ძალის გამოყენებით არ შეეცადონ ამ შეთანხმების შეცვლას. ეს არის ერთი ვერსია იმ შეთანხმებისა, იმ შეთავაზებისა, რომელსაც აკეთებს თითქოს და აკეთებს შეერთებული შტატები, მაგრამ მეორე ვერსიაც არსებობს, ახლა ჩაგიკითხავთ, ნახეთ როგორია ეს ვერსია, ამ უფრო სრული მაინც ასე ვიტყვი. ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის დეტალებია შემდეგი. ტერიტორიები შეერთებული შტატების თავაზობს რუსეთის კონტროლს ყირიმზე, დონეცკსა და ლუხანსკზე, ანუ პრაქტიკულად უკანონებს ყირიმს, დონეცკსა და ლუხანსკს რუსეთს. თუ ეს ასია, მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომ რასაკვირველია ეს მიუღებელი წინააღმდეგობა უკრაინისათვის. მეორე, დონეცკში იქნება აგეკითხალით დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ტერიტორიის დაახლოებით 30%-ს მოიცავს. უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ ზონიდან უნდა გავიდნენ. ზაპოროჟიეში და ხერსონში ფრონტის ხაზი უნდა გაიყინოს.
ამჟამინდელი კონტროლის ხაზზე, ამჟამინდელ მდგომარეობაზე რუსეთი ვალდებული იქნება გავიდეს 5 მინიჭებული დაპყრობილი რეგიონის მიღმა, ყველა სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნატო შეერთებული ნატოსთან მიმართებაში შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ნატო აღარასოდეს გაფართოვდება, უკრაინის არმიის ლიმიტი იქნება 800,000, ხოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკრაინა იღებს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს, მაგრამ ისინი იურიდიულად სავალდებულო არ იქნება. არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე სამშვიდობო შეთანხმებიდან. აქვე ვიტყვი, რომ რას საკვირველია არჩევნები ვერ ჩატარდება. იანგარიშეს და ითქვა, რომ 6 თვის განმავლობაში მინიმუმ, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ პრინციპში გამოხატა მზაობა, რომ ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ საომარ მდგომარეობაში ომის არჩევნების ჩატარება, ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება მათ შორის, იმიტომ რომ უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, კერძოდ ისიც, რომ სამხედროების მათ შორის ვალდებულნი იქნებიან, რომ დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, ანუ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, რაც რუსეთს გაუიოლებს მათ წინააღმდეგ იერიშების მიტანას, იმიტომ რომ ესე ერთად ჯგუფ-ჯგუფად მივლენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იმ უბნებზე, რომლებზეც იქნებიან მიწერილნი და რუსეთი მათ წინააღმდეგ განახორციელებს სამხედრო შეტევებს. თუ ეს ასეა, მე გეტყვით იმასაც, რომ რუსეთმა ხო, აქვე გავრცელდა ინფორმაცია, მოდის ვიხდი, რომ Financial Times ინფორმაცია, რომ რუსეთმა არ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან დემილიტარიზირებული ზონის შესაქმნელად. ეს მხოლოდ უკრაინას მოეთხოვება, ან უკრაინამ უნდა თმოს ყველაფერი ტრამპისეული გეგმით, ხოლო რუსეთმა არ უნდა თმოს პრაქტიკულად არაფერი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი თავად რუსეთი არ არის მაინც და მაინც უბრალოდ მომხრეა, რომ ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ ამბობს იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის გარანტიას, რომ საარჩევნო უბნებზე არ განახორციელებს თავდასხმებს, მანამ სანამ უკრაინა არ მოაწეს ამ კაპიტულაციურ გეგმას ხელს. გაეროს მონაცემებით საზღვარგარეთ 6 მილიონზე მეტი, 6 მილიონამდე უკრაინელი ტოლვილია. ომმა უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა საარჩევნო ინფრასტრუქტურას. უკრაინაში საარჩევნო უბნების მხოლოდ 75% ფუნქციონირებს. დაახლოებით მილიონი უკრაინელი მსახურობს სამხედრო ძალებში, რომელთა დიდი ნაწილი ფრონტზეა ახლა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას საომარი მოქმედებების გარანტირებული შეწყვეტისა და მშვიდობის უზრუნველყოფის გარეშე. უკრაინაში სამართლიანი თავისუფალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად 6 თვის მოსამზადებელი პერიოდია საჭირო, ამას გაეროდან აცხადებენ. თუ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ყველა საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისი გარანტიების მიცემა შეუძლებელი იქნება. უკრაინაში არჩევნების ჩატარებისათვის მშვიდობის უზრუნველყოფისა და იერიშების არ განხორციელებაზე გარანტიებს კრემლი, რა თქმა უნდა, არ აიღებს საკუთარ თავზე, რადგან ის ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობს ზელენსკის მეორედ არჩევას, რითაც საჯარო მანიპულაციის იმგვარ ბერკეტს გამოიცლის ხელიდან, რითაც პუტინი ყოველდღიურად პოზიციონირებს. რუსეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მისცემს დონალდ ტრამპს გარანტიებს იმისა, რომ უკრაინაში საარჩევნო პროცესს ხელს არ შეუშლის და საარჩევნო უბნებს არ დაბომბავს, თუ უკრაინა კაპიტულაციას დათანხმდება და ის ჯარებს გაიყვანს დონბასის რეგიონიდან. მოკლედ, ეს დონბასის რეგიონი გახდა საჯილდაო ქვა. ზელენსკის ეუბნებიან, რომ უკრაინამ ნებით უნდა დატოვოს დონბასის ის ტერიტორია 25-30%, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, საქართველოზე გადმოიტანეთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენ მასშტაბებში უხეშად გურიაზე უფრო პატარას, მაგრამ ერთ წამს წარმოვიდგინოთ, რომ გურიის ხელა ტერიტორიას და რაღაც საერთაშორისო აქტორები გეუბნებიან, რომ შეუნდა დატოვო ეს ტერიტორია და ამ საერთაშორისო აქტორებიდან ერთი ბოლო 4 წელიწადია ცდილობს ეს ტერიტორია აიღოს, შენ ამ ტერიტორიას არ თმობ, შენ ამ ტერიტორიისთვის იბრძვი, შენ ამ ტერიტორიისთვის სისხლს ღვრი, მაგრამ ეს ერთი აქტორი მეორე აქტორთან შეწყვილებული მოცემულ ეტაპზე სამწუხაროდ, შენ თითქოს გავალდებულებს ამის გაკეთებას და გემუქრება, რომ აიღებს ამ ტერიტორიას, ქფიტავს რა,
და გიხოცავს რა არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, მეომრებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც და ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც მათ შორის ახდენს შენზე და სამწუხაროდ ამასობაში ამ აქტორს, ამ აგრესორს გამოუჩნდა თუნდაც დავარქვათ მას პარტნიორი, თუნდაც არ დავარქვათ მაინც პარტნიორი, მოკლედ მეორე ზე სახელმწიფო და ერთადერთი ზემძლავრი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც ამბობს დაახლოებით შემდეგს, რომ პრინციპში ეს აგრესორი მართალია და აგრესორს ახლა უნდა დაუთმოთო, თუ აგრესორს დაუთმობს უკრაინა და ამასთანავე არ ექნება უსაფრთხოების გარანტია სხვა ტერიტორიებისა, ამ შემთხვევაში აგრესორი ბუნებრივია ამ ტერიტორიასაც, ამ ნაგლეჯსაც წაიღებს და უკვე შემდგომ მოძლიერების და მოფერიანების შემდეგ დაარტყამს, შეუტევს, იერიშს მიიტანს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. Აკი ამას გულისხმობს სწორედ ნატოს გენერალური მდივანი ბატონი რუტე, რომელიც ღიად ამბობს, რომ კონფლიქტი ჩვენს კარზეა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მასშტაბის ომისათვის, წარმოიდგინეთ რა მასშტაბზე ამახვილებს ის ყურადღებას, ისე იგი ის ლაპარაკ გულისხმობს პირველ მსოფლიო ომს და გულისხმობს მეორე მსოფლიო ომს 39-ში დაწყებულს და 45-ში დამთავრებულს და რომელსაც უზარმაზარი რაოდენობით ხერპლი მოხდა ისიც თქვენ და ეს დიპლომატი მაღალი რანგის დიპლომატი კაცი რუტე ამბობს რომ ამისთვისაც კი უნდა ვიყოთ მზად. თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ რომ ევროპა მოცემულ ეტაპზე დამშრალობა აქვს რატომ, მაგრამ ევროპა მოცემულ ეტაპზე ამ მასშტაბის ომისთვის მზად არ არის. რუტეს განცხადებას მე თქვენის ნებართვით კი არ შევეწინააღმდეგები, კი არ გავაკრიტიკებ ხა ამ პატივცემულ კაცს გენერალურ მდივანს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი რომ ობიექტურები თუ ვიქნებით რუსეთს და ეს გუშინაც თქვი და ხვალაც ვიტყვი, რუსეთს არ ექნება სახმელეთო ოპერაციის არ აქვს და არ ექნება სახმელეთო ოპერაციის წარმოების უნარი, ეგ კი არა, უკრაინაშიც კი ძლივს ძლივობით აწარმოებს სახმელეთო ოპერაციას, ისიც თქვენ რომ აი ამ ნაგლეჯ მიწაზე დონბასის მიმართულებით მან რამდენიმე ათეული კი არა, რამდენიმე ასეული ათასი საკუთარი სალდატი ოკუპანტი შეყარა, ამ ასეული ათასიდან პროფესიონალი სამხედრო მეომარი ძალიან ცოტა თუა საზარბაზნე ხორცად რუსეთი, პუტინის რუსეთი იყენებს იმ ზედმეტ ხორცს მეთქი ასე ვიტყვი იმ ადამიანებს, რომელთა ბედიც მას არ აღელვებს და არ აინტერესებს, მოდით ვიხდი ამ სიტყვისთვის ბამჟატნიკს, ანუ ბომჟებს, ლოთებს, რომლებიც ძალით გაყარა, ასევე ზეკებს, ასევე პატიმრებს, რომლებიც ძალით გაყარა ფრონტის ხაზზე. რუსეთს რასაკვირველია არ ექნება არათუ ზემძლავრი გერმანიის, არამედ თუნდაც ბალტიის სახელმწიფოებზე იერიშების მიტანის შესაძლებლობაც კი ალბათ მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გარკვეულ საომარ პირდაპირ მნიშვნელობით საომარ მოქმედებებს არ დაიწყებს, არ ვგულისხმობ ომს ხმელეთზე, მე ვგულისხმობ ესე მეტნაკლებად ზუსტად თქვა ომს ციდან, ანუ საჰაერო იერიშების მიტანას ევროპის ცალკეულ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე, მათ შორის შესაძლოა გერმანიის აღმოსავლეთზეც კი, მაგრამ პოლონეთზე და ბალტიის სახელმწიფოებზე და ფინეთზე მაღალი ალბათობით და ასევე შეტევებს ზღვიდან, რუსეთს აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ზღვიდანაც შეუტიოს მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებულია ის არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ ბალტიის ზღვაზეც, გარკვეული იერიშები მიიტანოს ევროპელთა წინააღმდეგ, ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ მოხდება მაინც და მაინც 26 წელს, ან 27 წელს თუნდაც. ამასობაში პუტინი ბერდებაო, ამას ვეთქვი კითხველსაც კი არა, მაყურებელსაც და საკუთარ თავსაც, რასაკვირველია ბერდება, რასაკვირველია ბევრი რამ იცვლება ამასობაში მსოფლიოში. აპოზიციას აქვს შეერთებულ შტატებს ახლა, შეიძლება ეს პოზიცია აღარ ქონდეს არათუ 2 წლის შემდეგ, არამედ ნახევარ წელიწადშიც კი, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ავხსნა რა იმედგომარეობაში აღმოჩენილი უკრაინა მოცემულ ეტაპზე, რომელსაც გარედან, ოკეან გაღმიდან, ასე ვიტყვი, გარკვეულწილად აფუშინგებს, აწვება, ჭირხნის, ბიზნეს ტერმინი რო ვიხმაროთ, ერთგვარად ავიწროებს და კუთხეში ამწყდებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც ევროპას სამწუხაროდ მთავარ პარტნიორად აქამდე ხომს სულეგულებოდა მთელი ცივი ომის პერიოდში მეთქი და უკვე შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ ახლა მთავარ პარტნიორად ამერიკა ევროპას
სამწუხაროდ აღარ ეგულება, ესეც უნდა ვთქვათ. გაიმარჯვებს თუ არა ბოროტება რუსეთის სახით, თუნდაც ნაწილობრივ, ეს კითხვა ალბათ ყველაზე მთავარი, ყველაზე გენერალურია, რომელიც ხშირად ისმის დასავლეთის მედიის საშუალებებში. იდეალისტური მიდგომა ჩვენი თითოეული ჩვენგანისა რასაკვირველია არის ასეთი და პასუხი უნდა იყოს ამგვარი, რომ არა ბოროტება ვერ გაიმარჯვებს ნაწილობრივაც კი, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ისეთი კონიუნქტურაა შექმნილი, რუსეთი სამწუხაროდ ვერ მარცხდება მარცხის იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ამ გაგებასაც ამ სიტყვაში ვდებთ თუ როგორც გულისხმობთ, რასაც გულისხმობთ ამ სიტყვაში. მთავარი ამოცანა მოცემულ ეტაპზე უკრაინის და მთელი ევროპისა არის უკრაინის სახელმწიფოს შენარჩუნება უკეთეს დროებამდე მეთქი გავბედავდა ვიტყვი. ეს იქნება საკმაოდ რთული, აქვე დავამატებ. უკრაინის სახელმწიფოს გადარჩება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ომის შეწყვეტის თეორიული შეწყვეტის შემთხვევაში საკმაოდ რთული იქნება უკრაინის იმ სულისკვეთების შენარჩუნება, უფრო ზუსტი რომ ვიყო, რა სულისკვეთების ქვეყანაც არის, როგორი სულისკვეთების ქვეყანაც არის ამ ეტაპამდე უკრაინა, როგორც მებრძოლი ქვეყანა. მე მაინც იმედს ვიტოვებ და არ დაგვავიწყდეს ის, რომ რუსეთი გოფერიანების შემდეგ უკრაინის დარჩენილ ტერიტორიასაც მთელი 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ შეუტევს და არტყამს კვლავ ეცდება მის იმ ნაწილის ოკუპირებას, რომლის ოკუპირებასაც ახლა ვერ ასწრებს და ვერ ახერხებს. მიზეზთა გამო. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკი გადარჩეს პერსონალურად, ან თუ ზელენსკი მაინც და მაინც გადარჩეული იქნება, მე მგონია, რომ გადარჩეული ვერ იქნება, მაგრამ თუ თეორიულად გადარჩეული იქნება, ამ შემთხვევაში ისეთი ტიპები, ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს უკრაინის სათავეში, რომელიც რბილი და თბილი არ იქნება რუსეთის მიმართ. რუსეთმა კი ამგვარი ოპერაცია ჩაატარა ჩვენს წინააღმდეგ 2012-ში, როდესაც ვითომ პროდასავლელები იმხანად ასე ჩანდნენ ყოველ შემთხვევაში, ვითომ საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები ვითომ მოგვიყვანა ხელისუფლებაში 2012 წელს, რომლებმაც გვათოხლეს, მოგვატყუეს, გაგვაცურეს, გაგვასიაფანდეს და 2015-დან, 14-15-16-დან უკვე ღიად და 2020-დან 22-დან კიდევ უფრო ღიად შეცვალეს საგარეო კურსი და ის ნიღაბით ჩამოიხსნეს. უკრაინელი ხალხის და უკრაინული პოლიტიკური ელიტების პირველ ყოვლისა დასავლეთის ევროპას გულისხმობ, ამოცანა უნდა იყოს ამგვარი, რომ პირები, რომლებიც უკრაინას ჩაიბარებენ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზელენსკის შემდეგ, თუ ეს დღე დადგა, ადრე თუ გვიან ცხადია დადგება, თუ ეს დღე მალე დადგება, არ უნდა იყვნენ ეჭვმიტანილნი, ან მათზე ნაფიქრიც არ უნდა იყოს იმის თაობაზე, რომ ისინი ადრე თუ გვიან რუსეთთან ურთიერთობას დაათბობენ. მე მაინც მგონია, რომ უკრაინაში არჩევნები ვერ ჩატარდება. ზელენსკი მოსტატურად გადააგდო ბურთი შეერთებული შტატებისა და რუსეთის მხარეს. შეერთებული შტატებიდან ამ თემაზე რამდენადაც დავათვალიერე ახლა და მოვიზიე რეაქცია არ ჩანს. შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მიხვდნენ, რომ ახლა ბურთი მათ მოედანზეა და ნებისმიერი პასუხის გაცემა იქნება მათთვის მესაზიანო, თუმცა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, ამ შეთავაზებაზე კიევის მხრიდან რასაკვირველია მოუწევთ. პუტინის ხელისუფლებაც არ არის მაინც და მაინც თანახმა, პუტინის ხელისუფლებას ურჩევნია, რომ მუდმივად ილაპარაკოს, რომ აი უკანონოა ზელენსკის მმართველობა, იმიტომ რომ მას აფრთხობს ზელენსკის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტება და უკვე კანონიერ პრეზიდენტად მოხსენიება. ახლა ერთგვარად აქვს ეს სავაჭრო ბარათი ხელთ უპყრია, თუმცა რასაკვირველია ეს არ არის ესეთი სერიოზული არგუმენტი კიევის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი უკრაინას საომარ მდგომარეობაში. ეხლა რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენს კონტექსტში და ჩვენს კონტექსტში თითქოს არაფერ კავშირში არ არის. ბიზნა ივანიშვილი ხარობს მოცემულ ეტაპზე იმით, რომ ტაქტიკური უპირატესობა თითქოს და დაკარგული აქვს უკრაინას. და ბიზნა ივანიშვილს წარმოდგენა აქვს ამგვარი, რომ უკრაინა სრულად იქნება განწირული, ან იქნება ევროპასთან ერთად, რომელიც ჩაიჩეხება უკრაინასთან ერთად. ეს არც ერთ შემთხვევაში ვერ იხსნის ბიზნა ივანიშვილს იმ პასუხისმგებლობისაგან,
რომელსაც აკისრებს მას ქართველი ხალხი და უკრაინის კონფლიქტის ამა თუ იმ ფორმით დასრულების, მოკლედ კვანძის დასრულების ან შეჩერების ან კვანძის ერთგვარი გახსნის შემთხვევაში მე მინდა დავარწმუნო ქართული ოცნების მესვეულები და მათ შორის ლიდერები და რიგითი წევრებიც, მომხრეები, რომ ამის შემთხვევაში უკვე ამერიკის შეერთებული შტატებს ადმინისტრაციას მზერა გამოეპარება საქართველოსკენ და ვერ იხსნის რომელიმე ერთი დეპუტატის უგვანის თუ დეპუტატ ნაჩალნიკის პაპუაშვილის თუ პრემიერ-მინისტრის თუ თვით ბიძინა ივანიშვილის წიაღსვლები იმის თაობაზე, მსჯელობანი იმის თაობაზე, რომ აი ჩვენ უფრო ადრე ვლაპარაკობდით deep state-ის გავლენებზე, ევროპის სისუსტეზე, ევროპის არასწორ პოლიტიკაზე, ომის დაუშვებლობაზე, გლობალური ომის პარტიაზე, ზელენსკის ცუდკაცობაზე, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ამ ლიდერშიპს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპს, განსაკუთრებული არანაირი ემპათია, სიმპათია და ემპათია არ ექნება ბიძინა ივანიშვილი ყაჩაღის რეციდივისტის მიმართ, იმიტომ რომ მისთვის უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, მოდი ასე ვიტყვი, ყველგან. და ბიძინა ივანიშვილი ამ ყველგანის ერთი ნაწილი, ერთი ნაგლეჯის საქართველოს ლიდერი, de facto ლიდერი, ვერ უზრუნველყოფს მოსკოვის გამოისობით, მოსკოვის ზეწოლებისა და გამო ვერ უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული თუნდაც ამგვარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში ფართოდ და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ბიძინა ამერიკისთვის ნებისმიერ შემთხვევაში კეთროვანია, რომ ვიცოდეთ, რამდენადაც თავიდან ბოლომდე არის გადართული, გადავარდნილი რუსულ ჩასაზირად განწირულ გემში. მოკლედ, დიდი ომისთვის უნდა ემზადოს, ალბათ მაინც, უნდა ემზადოს მინიმუმ და შეიძლება მოხდეს კიდეც ევროპა. ჩვენს ამ ომში ვართ უკვე. ჩვენგან ერთი ადგილის ქიცინი და ორსაჯდომიანობა არ გამოვა. მოდის ვიხდი ამ სიტყვისთვის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ნათელი ან ბნელი მხარე ისტორიისა და თხევანდელობისა. ბიძინა ივანიშვილი სიბნელისაკენ და ბნელისაკენ რო წავა, ეს ყველამ ვიცით, რა საკვირველია, ამიტომ ჩვენ დამატებით კიდევ მიტომ გვეჩქარება ივანიშვილის დაგდება ტატამზე, ოქტაგონზე. და მისი არაპირდაპირი მნიშვნელობით დასიცხლიანება ცხადია, არაპირდაპირი მნიშვნელობით, რომ კონტინერაზე კიდე დავამშვიდო, ანუ მისი დაცემა დამარცხება, რომ ჩვენ საქართველო აღმოჩნდეს ისტორიის ნათელ მხარეს, რომელიც აპრიორი გამარჯვებული იქნება. სულ ამერიკის გარეშე მოცემულ ეტაპზე დარჩეს ევროპა, ანუ მარტო იყოს უკრაინასთან ერთად, რომელიც ძლავრი სახელმწიფოა. სულ ესე მოხდეს, ამერიკის შეერთებული შტატები წინა ვიდეო ბლოგში თქვი და ახლაც გავიმეორებ, ადრე იქნება თუ გვიან, ასაკვირველი ამ დემოკრატიულ თანამეგობრობას დაუბრუნდება და საკუთარ მეტად მძიმე სიტყვას იწვის. ეს იყო ჩემი მორიგი ვიდეო ბლოგი თემაზე უკრაინა, საქართველოს ნაწილობრივ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები მზაობა ევროპისა, ასეც დაერქმევა ალბათ, ასეთი სახელწოდება ექნება ჩემს ამ ვიდეო ბლოგს, უკრაინასთან დაკავშირებულ ვიდეო ბლოგს. ევროპა უნდა მოემზადოს კარს მომდგარი ომი, კარსაა მომდგარი. აი ასე დავასათაუროთ თქვენის ნებართვით. ნახვამდის.